გამარჯობა კიდევ ერთხელ მე ვარ დემა და ეს არის მესამე გაკვეთილი. წინაზე სადაც გავჩერდით ზუსტად იქიდან ვაგრძელებ ვიდეოს, ოღონდ ხა მინდა ერთი რაღაცა შევამოწმო. პირველ რიგში ცოტა თეორიას მოვუხმოთ და გავიაზროთ რა განსხვავება არის Express-ის აპლიკაციის შორის და უბრალო HTML CSS ლენდინგის შორის. დავიწყოთ იმით, რომ აქვს ესეთი ტემპლეიტი გადმოწერილი. უფასო ტემპლეიტი არის, უბრალოდ მივაგენით, ცოტა გამოცდილება და თქვენ შეძლებთ რომ ჩაულებრივად აი ესეთ რაღაცები გააზროთ ხოლმე ისე რომ არ იწვალოთ და არ დაწეროთ. ანუ რას წარმოადგენს ხა ეს საიტი რა არის, მოდი გავიკოთ. უცბად ჩავრთოთ ჩვენი Visual Studio კოდი და ჩავაგდოთ ეს ფაილი და ეხლა გაჩვენებთ რაშია საქმე. რანაირად მუშაობს ხა ეს ყველაფერი, ანუ პირველ რიგში გვაქვს HTML-ის გამშვები პირველი ფაილი, სადაც არის დაიმპორტებული ყველა სტილი, სკრიპტები და შესაბამისად სტატიკური მონაცემები არის ჩასმული პირდაპირ HTML-ში. რას ქვია ლენდინგი? ანუ წინაზე აგიხსენით, რომ არის ესეთი რაღაცა, სტატიკური მიმართულებები. ანუ ეხლა ჩვენ პირდაპირ ვიცით, რომ ვკითხულობთ ჩემი კომპიუტერიდან, კერძოდ დესკტოპი ტემპლეიტის მიმართულებით index files. შესაბამისად, პირველი ინდექსის წაკითხვის შემდეგ ანალოგიურად დანარჩენი რაც არის ფოტოები იქნება, CSS ფაილები იქნება თუ JavaScript-ის ფაილები, ყველაფერი მოყვება უკვე index.html ფაილს და არის ჩასმული სტატიკური მიმართულებით. ანუ როგორ ეხლა მაგალითად მოძებნოთ რაიმე ფოტო. აი ნახეთ, ფოტოს მისამართი არის, რომელი ფოტო არის არ ვიცი, მაგრამ ავიღოთ აი ეს მისამართი მაგალითად და უთხრათ რომ შენ ინდექსის მერე ინდექსის მერე არა, ეხლა ნახეთ ინდექსი წავუშალოთ და გადავიდეთ აბა ეს და მივიღეთ ფოტო. თუ გახსოვთ პირველ გაკვეთილს და თუ ყურადღებით გაიაზრეთ რაც გითხარით, ანალოგიური რაღაცა გავაკეთეთ public for-ში რომ აიკონი ჩავაგდეთ. ეხლა მოდი შევამოწმოთ როგორ შეიძლება იმუშაოს ამ ყველაფერმა თუ ავდგებით და მთლიან პაპკას ჩავაგდებთ public-ში. სატესტო არის ასე რომ ჩემთვისაც ახალი იქნება ეხლა მისწავლა. თუმცა სწავლა აღარ ქვია, მაგას უფრო ტესტირების რეჟიმში გადავდივარ და აი ხო ვცადოთ რომ აი ეს ტემპლეიტი მთლიანად public-ში ჩავტენოთ. აი, public-ში ჩავტენოთ. ეხლა გავუშვათ ჩვენი სერვერი. სერვერი და developers mode-ში გავხსნით მიმართულება და ეხლა ჩვენ გვაინტერესებს index.js ფაილი რო გავხსნათ, index.html რო გავხსნათ, რა მოხდება და რაღაცა არ მომეწონა. კაი, რატო არ შვება ეხლა ეს? მოდი გავიაზროთ. public-ში ჩავაგდეთ ტემპლეიტი და მაგიტომ, მაგრამ ტემპლეიტში public-ში ეგრევე index.html ფაილი არის და შესაბამისად ეს უნდა მოქონდეს უკვე ამას. თუ არ მოაქვს, მაშინ ისიც არ უნდა წამოიღო. კაი, კიდე ერთხელ ვცადოთ. ეს არ შვება. localhost-ის უბრალოდ ესე გადადის, მაგრამ ეხლა ნახეთ. აქ ჩვენ ისევ იმ icons ვიპოვით. get-ი არ შეუძლია, მაგრამ ეხლა კიდე public-ში ჩავაგდოთ ეს. template-ი რო დავხუროთ, ანუ template-ში ჩავარდა, მიხვდით რაში არის საქმე. ეხლა ესე კი ჩანს თითქოს და აი პირდაპირ იმაში public-ში აგდია, მაგრამ რეალურად template-ის დირექტორი არის. ანუ ეხლა ვცადოთ რომ მივიღოთ template რა ეწერა, აიცადა. Theme Pro. კაი. შეიძლება icon-ის მერე ვცადოთ და მერე index ფაილის. Theme-ში icon-ი არის მშვენიერი. ეხლა ჩემი ვარაუდებით აქ index.html ფაილი უნდა იყოს და ყველაფერი კი, ყველაფერი მუშაობს მშვენივრად. ანუ თავის ფაილები ყველაფერი მოყვება ანალოგიურად აი ეგ რაც ხა ჩავტენეთ ყველაფერი ასეთებში არის CSS-ების, JS-ების და შეგვიძლია ალბათ ეს ტემპლეიტი გამოვიყენოთ ჩვენი ტექნიკის მაღაზიისთვის. ეს უბრალოდ ხა სატესტო იყო. რადგან ჯერ კომენტარებს და ასე შემდეგ შეჩვეულები არ ახართ, რადგან ვიდეო გაკვეთილები ახალი არის, მოდი ჩემით გადავწყვიტავ ეს ტემპლეიტი გამოვიყენოთ Bootstrap-ის რაღაცა საბაზისო ჩვენით მოვიფიქროთ, ნელა ჩვენ გავსტილოთ თქვენი ჯობია კი ლამაზი არის, მაგრამ ფლადის არ არის, რაც ტექნიკის მაღაზია შეესაბამება, თუმცა ეს მომენტი საკმაოდ მომწონს რა და ზემოდან მინდა აღნიშნო, რომ ეს საიტები მომწონს, იმიტომ რომ აი ესე გადასვლა აქვს და ერთგვერდიანი არის რა. ანუ საკმარისი არის რეალურად ლენდინგისთვის, ანუ რაღაცა ის ცოტა სავიზიტო ბარათი თუ გინდათ რამე თქვენი
თქვენი საქმიანობისთვის საკმარისი არის. და ესეთი template-ი საგდება, ბარემ მაგიხსნით, არის ძალიან მარტივი, ანუ web hosting-ი არის, ქვია ესეთი სერვერი არის, სერვერი უმეტესად ძირითადად რა თქმა უნდა Linux-ის ფაზაზე არის. და შეგიძლიათ ასევე იყიდოთ უმეტეს შემთხვევაში მოყვება არ არის ძვირი, მაგალითად თუ შეიძლება 1-3 ევროთ გააზროთ web hosting-ი ჩვეულებრივი, შეგიძლიათ რამოდენიმე 10-მდე საიტი გქონდეთ. და რანაირად ხდება, ანუ სივრცე არის, სადაც არის განთავსებული ფაილები. როგორც აი ჩვენ desktop-ზე რო აი ეხა ხო აქ უკვე სერვერი გვაძლევს ჩვენ აი ამ index files, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე კონკრეტულად ვიცით, რომ CSS დირექტორია უნდა მოვითხოვოთ და აქ იქნება ეს ფოტო შესაბამისად index files და სხვა დანარჩენი. და როდესაც თქვენ საიტს ტვირთავთ web hosting-ზე, ხდება აი ზუსტად ესეთ რაღაცას გეუბნება თუ აი მაგალითად აპკების იმას შეხვდი რა, შეგიძლიათ მე ესე გადართო ან ჩვეულებრივი რაღაც არის და ანალოგიურად მსგავს სივრცეს გაძლევს web hosting-ი. მაგრამ ერთის განსხვავება არის, რომ შენ გაძლევს იმის უფლებასაც, რომ აიღო დომეინი ჩააბა მაგალითად Cloudflare-ზე და უთხრა, რომ ანუ მე მაგალითად აი domain.gz-ზე ამის სამართზე DNS ჩანაწერებში ჩაწეროებით რაღაცა, რომ კონკრეტულად ამის სამართზე მე გავდივარ სერვერის ამ ფაილში, რომელიც არის სიტყვაზე index file. აი ესეთი. და მე მთელი დივიზიონი ასე რომ თქვა ხდება აქეთ. აი ხა ამაზე ვეუბნებს მოვრჩი და დროებით წავედი არ გემშვიდობებით.